აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა. გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებები მოისმინა. შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ ექიმებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა. წლების მანძილზე მედიკოსებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მიმართულებით და მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს ამ ღვაწლისთვის. ქეთს ვიხრი ნამდვილად და აფხაზეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მათთვის ხელსაყრელი ღირსეული გარემოს შექმნა, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი დაწესებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩამოვიდა მთავრობა ახალი შემადგენლობით, სკრინინგული პროგრამები ინერგება და განხორციელდება, ტექნიკური უზრუნველყოფა არის გასაუმჯობესებელი. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და ვიქნებით უფრო წარმატებულები.